აი მე ვიცი მაგალითად რომ პირველი კრიზისი წყვილში ურთიერთობისას, როდესაც ინსტიტუციონალიზაცია არსებობს ამ ურთიერთობების, ჩდება პირველად 3 წლის შემდეგ მეორე კრიზისი 5 წლის შემდეგ, აი არ ვიცი. ეს პროცესი არის მართვადი. იმიტომ რომ დასაწყისი ურთიერთობებს და ურთიერთსიმპათია და სიყვარული, ეს არის სხვანაირად რო ვთქვა, ცოტა ისე უხეშად, ეს არის ემოცია. ხო. ამიტომ მე თუ ვიღაცა მიყვარს, ეს ნიშნავს, რომ ის წარმოადგენს მისი სახე, სახელი, შეხება, გახსენება იმ ემოციის ჩამრთელს, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. როდესაც ინსტიტუციონალიზაციას ვაკეთებ და გადავდივართ სხვა ტიპის ურთიერთობებში და მე ოჯახს ხშირად ვეძახი ლოჯისტიკას, ანუ რა არის გასაკეთებელი, რა არის, იმისთვის რომ ის ემოცია, რომელიც მე მქონდა, ცოცხალი იყოს, სულ უნდა გავიხსენო მანამ სანამ დავქორწინდებოდით რა კარგი იყო და ის კვებავს ამ რუტინულ საქმიანობას. ძველ ემოცია. პროცესი არის მართვადი. თუ ქორწინების პერიოდში და ოჯახში ყოფნის პერიოდში მე ვიცი რომ ახალი ემოციები უნდა გავაჩინო, იმიტომ რომ შენ არ იყო იმის იმედად 20 წლის წინ რომ ორმოში ჩავარდი და ამოგიყვანე და ის არ გაგახსენებინო, ხო? მაშინ ეს პროცესი მართავადია და შეიძლება წაიყვანო აი მსგავსი ემოცია, ვიცი 98 წლის რო ხო იქნები და 7-ზე. ანუ შეიძლება ჯერ არ გამიგია. ანუ სასიყვარულო ემოციის ტრანსფორმირება ლოჯისტიკაში ის არ გაგიგია, რომ ის დაქორწინდნენო და არა და როგორ უყვარდათ ერთმანეთიო, ხო? ესეთი პასუხია, ხო? ამაზე ალაპარაკი, რომ თუ შენ გესმის ეს ურთიერთობები, ეს არის საკვები, იმიტომ რომ მე პარტნიორები იწყებენ ერთმანეთის დავიწყებას ურთიერთობაში. ყველაფერი ახსოვთ ერთმანეთის გარდა, როცა მანამდე ერთმანეთი იყო ყურადღების ცენტრში. და ახლა სხვა რაღაცები გადადის. ამიტომ არაფერი არ უჭირთ რა, მინიმუმ 2 წელიწადში ერთხელ ორივემ რომ შეძლოს და მოიფიქროს რა ემოცია უნდა იყოს, რომელიც ისევ გამოადგება ოჯახს საკვებად აი იმ რუტინის და ლოჯისტიკურის გადასატანად, მაშინ ეს არის სტაბილური მომენტი. ანუ სულ უხეშად, ეხლა მეც გადავალ ამ რაციონალიზაციაზე ამ პროცესის. ანუ ყოველ 2 წელიწადში შენკენტები არ გიყავს, გამიტომ თქვი 2-4 საჭირო არის ხელშეკრულებების განახლება. კონვენციის განახლება. არა, რა ხელშეკრულების განახლებას რას ვეძახით? ურთიერთობებში. არა, უბრალოდ ემოცია უნდა გააჩინო.